მოდი თქვათ ასე და მე ამას ბევრჯერ გავიმეორებ. ომი 2008-ში არ დაწყებულა. ომი დაიწყო იმ მომენტიდან, როცა 1999 წლის 9 აპრილს რუსულმა ტანკებმა პირველად გადაგვიარეს რუსთაველზე, როცა სოხუმში პირველად მოკლეს დაიყვარა სისხლი, მოკლეს ადგილობრივი აქტივისტები, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლები. როდესაც ცხინვალში გაისრულა პირველად, როგორც კი გაჩნდა რეალისტურად საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა, იმპერიამ დაიწყო ბრძოლა. ომი გაგრძელდა 92-93 წლებში, ომი გაგრძელდა სხვადასხვა პროვოკაციები მთელი ეს ათწლეულები, ორივე ათწლეული, 2008 წელს იყო ამ ომის ყველაზე დიდი ესკალაცია ბუნებრივია, მაგრამ ვიტყვი იმას, რაც არაპოპულარულია შეიძლება, მაგრამ ომი გრძელდება დღესაც. მაგრამ ჩვენ ამ ომში დამარცხებულები არა ვართ, გამარჯვებულებიც არა ვართ ჯერ, მაგრამ დამარცხებული ომი არ დამთავრებულა და დღეს რეალურად არის საფრთხე, რომ ჩვენ ამ ომში დავმარცხდეთ. დღეს არის საფრთხე, რომ ჩვენ ტერიტორიები მართლა დავკარგოთ, იმიტომ ტერიტორიები დღეს წართმეულია, მაგრამ საერთაშორისო სამართლებრივად ეს არის ქართული ტერიტორია, რუსეთი ფულს არდებს, იმიტომ რომ იცის, რომ არა მარტო ნიკარაგუის და ტუვალოს ცნობის იმედია, შანსი არ აქვს, რომ მან ეს დაიკანოს, ამიტომ ფულს არდებს, ელოდება იმ მომენტს, როცა ციხე შიგნიდან გატყდება და ქართველების ხელით დაიკანონებს ამ ტერიტორიებს, იმიტომ რომ რუსეთს მოუხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიტაცებული ყველა ტერიტორიებიდან გამოსვლა, აქედანაც გავა.